გადავწყვიტე გერმანულ ლუძეც გესაუბროთ და დღეისთვის ბერლინა ქინდლი შევარჩიე. ნოიქელნში, კერძოდ რიგსდორფში, რიჰარდ პლაცზე თითქმის 1 წელი ვიცხოვრე. იმ ქუჩებში ყოველ დღე დავდიოდი, კაფეებში ვჭდებოდი, მოედანზე დავდიოდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდი, ბერლინა ქინდლ სწორედ აქ, ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაიბადა. ყველაფერი 1872 წელს დაიწყო, როცა რიგსდორფში ლუდსახარში დაარსდა. მისი ისტორიული შენობის ნაწილი დღემდე არსებობს და თუ ნოიქელნში მოხვდებით, მისი ნახვაც შეგიძლიათ. ქინდლ სამხრეთ გერმანული სიტყვა და დაახლოებით პატარას ან ბავშვს ნიშნავს. ამიტომაც არის ეტიკეტზე ეს ოქროსფერი ბიჭუნა, რომელიც 1907 წლიდან ბერლინა ქინდლის სიმბოლოა. კიდევ ერთი წარწერა შემნიშნე, იუბილეუმს ფილსნა. ფილს ლუდის სტილია, რომელიც 1842 წელს ჩეხეთის ქალაქ პლზენში შეიქმნა. ღია ფერის, სასიამოვნოდ მწარე, სვის გამოკვეთილი არომატით, დღეს ეს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლუდის სტილია. ხოლო იუბილეუმს იმიტომ ჰქვია, რომ ეს კონკრეტული ბერლინა ქინდლ 1987 წელს ბერლინის 750 წლის იუბილესთვის მოხარშეს, მაგრამ იმდენად მოეწონათ, რომ დღემდე ამზადებენ. საინტერესოა, ერთი წელი იმ ქუჩებში ვიცხოვრობდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის ისტორია ჩემს სახლთან იწყებოდა. Prost!